გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში მაისის ბოლომდე მეგობრებო, გვიახლოვდება ახალი თვე, ივნისი, იმედი მაქვს კარგი სიახლეები და კარგი ამბებიც გველოდება და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლათ იმით, თუ რა გველოდება მაისის ბოლომდე ორ ვარიანტად ტრადიციისამებრ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ხო, მე მქვია ვიქტორია და მოდით ვნახოთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს მაისის ბოლომდე და რა ელოდება მეორე ვარიანტს მაისის ბოლომდე. იცით, მოდით დღეს არ გამოვიყენოთ თქვები, რატომღაც სურვილი მაქვს რომ არ გამოვიყენოთ თქვები. დღეს თქვენი არკანი მოგიზიდავთ ისედაც და გიძახებთ. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. თუ გჭირდებათ მეგობრებო დააპაუზეთ კიდევაც და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ თქვენთან რა მოხდება მაისის ბოლომდე. არკანის შეყვარებულები მეგობრებო, პირველ რიგში შესაძლოა ახლა ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ პირველი რაც მომივიდა თავში, შესაძლოა თქვენ გახდეთ ვიღაცის ასე ვთქვათ, ღალატის მაყურებელი, მაგალითად გაიგოთ რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტული ადამიანი ვიღაცას ღალატობს და რაღაც ისეთი არჩევნის წინაშე დადგეთ, ვუთხრა, არ ვუთხრაო, რაღაც ასეთი ინფორმაცია წამოვიდა ძალიან ბევრ თქვენგანთან. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ინდივიდუალური არის და ბევრთან რაღაც ასეთი ინფორმაცია წამოვიდა. რა ასეთი არჩევნის წინაშე დადგებით, უთხრა, არ უთხრა, რაც დავინახეო. უთხრათ თუ არ უთხრათ. პენტაკლების მეფე, კვერთხების ხუთიანი და თასების ათიანი. არავის არაფერი არ უთხრათ, მიეცით ადამიანებს იმის საშუალება, რომ თვითონ გაერკვნენ თავის პრობლემებში, თავის ინტრიგებში, მოდით ასე ვიტყვი, გასაგები არის რომ შეიძლება თქვენი მეგობარი იყოს, მაგრამ სიტუაციაზე არის დამოკიდებული, მაგრამ თუ თქვენ რაღაც ასეთ სიტუაციაში მოხდით, ეცადეთ შეძლების დაგვარად, რომ არავის არაფერი არ უთხრათ და მისცეთ ადამიანებს იმის საშუალება, რომ თვითონ გაარკვიონ ყველაფერი. სხვა რისით მას შემიძლია კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე. ეს არის მეგობრებო უფროსი არკანი და მეტყველებს არჩევნის შესახებ და სიყვარულის შესახებ. ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის უმჯობესია რომ ავირჩიოთ საკუთარი თავი, საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ პრიორიტეტად სხვა ადამიანი. ზოგადად პირდაპირ გეტყვით და სხვა ადამიანები არასდროს არ უნდა დავაყენოთ პრიორიტეტად, საკუთარ თავზე პრიორიტეტად, ხო? გასაგები არის მეგობრები, ახლობლები უკაცრავად, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. მე თქვენი ძალიან კარგად მესმის, მე თავადაც მაქვს სულ იმის სურვილი, რომ კონკრეტულ ადამიანებზე მეტად ვიფიქრო, ზედ გადავაკვდე უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ ხო, აირჩიეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის ენერგია და ახლა თქვენი ენერგია ცოტა სხვა მიმართულებით მიდის, იმ მიმართულებით მიდის, სადაც არ უნდა მიდიოდეს. შეინახეთ თქვენი ენერგია თქვენთვის და მოახდინეთ საკუთარი თავის, საკუთარი შინაგანი მდგომარეობის პრიორიტიზაცია. გარდა ამისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში იგრძნობთ მე სიყვარულს პირველ რიგში საკუთარი თავისგან, ძალიან კარგი იქნება ნებისმიერი სახის ეგრეთ წოდებული beauty სილამაზის პროცედურები მეგობრებო და პლუს ამასთან ერთად აქ იგრძნობა ისიც რომ სხვებისგანაც, აი ალბათ გაგიგიათ ასეთი ფრაზა, როდესაც საკუთარი თავი გიყვარს ამ დროს სხვებსაც უფრო უყვარხარო, სხვებსაც მარტივად იზიდავო. ეს სხვათა შორის ჭეშმარიტება არის ძალიან ხშირ შემთხვევაში და თქვენ ზუსტად ასეთ ენერგიებს იგრძნობთ ინტენსიურად. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს მაისის ბოლომდე.
რა ელოდება არკანი თასების დედოფალი მეგობრებო თასების 10-იანი რა ხდება ზოგი თქვენგანი აქ აშკარად რაღაც ურთიერთობებში შედის თუ რაში არის საქმე ну პირველ რიგში თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ხართ ურთიერთობაში ძალიან დიდი შანსი არის რომ მაისის ბოლომდე ან შეხვიდეთ ურთიერთობაში ან რაღაც ასეთი საძერკველი გაჩნდეს თქვენს რეალობაში იმიტომ რომ ნახეთ როგორი არკანები არის მეგობრებო შეყვარებულები თასების დედოფალი და თასების 10-იანი, ხო? ყველაფერი სიყვარულზე მიუთითებს. თუ თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეული პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში, აქაც მე ვიტყოდი იმას, რომ ნელ-ნელა ეს პრობლემები დაიწყებს აუცილებლად მოგვარებას, ჰარმონიზაციას, პლუს ამასთან ერთად ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ბევრად უფრო მეტ სიყვარულს და ბევრად უფრო მეტ ზრუნვას იგრძნობთ ირგვლივ მყოფებისგან, ვიდრე აქამდე გრძნობდით. აქ აუცილებლად იგრძნობთ თაყვანის მცემლების ყურადღებას, ქალბატონებო თქვენ განსაკუთრებით. კიდევ რა მოხდება აბა ამ ერთი კვირის განმავლობაში მაისის ბოლომდე პირველი ვარიანტისთვის პენტაკლების 6-იანი. შეხედეთ მეგობრებო, იცით გასაგები არის რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ჩვენგანს შეიძლება გვაკლდეს რაღაც მომენტებში ყურადღება, აღიარება და ისიც გასაგები არის აი ეს შაბლონური, მაგრამ ჭეშმარიტი ფრაზა რომ პირველ რიგში ჩვენ თავად უნდა მივიღოთ საკუთარი თავი და ასე შემდეგ და ნახეთ მეგობრებო გასაგები არის რომ ჩვენ თავად უნდა მივიღოთ საკუთარი თავი, ჩვენ თავად უნდა ვაღიაროთ, ჩვენ თავად უნდა გვეყვარდეს, მაგრამ ეს არ არის მარტივი პროცესი და ამ პროცესისთვის გვჭირდება დრო, ხო? როგორც მინიმუმ. მაგრამ შეხედეთ იმის გამო რომ თქვენ გაკლიათ რაღაც სიყვარული ან ყურადღება, ამის გამო რაღაც ყურადღების პატარა ნამცეცებს ნუ დათანხმდებით. პლუს ამასთან ერთად აქ დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, რომ აი შეხედეთ მე-6 უფროსი არკანი და პენტაკლების 6-იანი მეგობრებო, 2 6-იანი გვაქვს. მატერიალური ასპექტებით მეტი სიმყარე შემოდის და კონკრეტული ადამიანისგან მოდის გარკვეული მატერიალური გვერდჩიტკომა. ეს შეიძლება იყოს პირდაპირ გაგებით ფინანსური გვერდჩიტკომა, შეიძლება იყოს მაგალითად რაღაც შემოთავაზება კარიერული ან ფინანსური თვალსაზრისით, ხო? რამდენად სანდო იქნება ეს შემოთავაზება, აბა ვნახოთ. რამდენად სანდოა ხმლების 6-იანი საკმაოდ სანდო არის რაღაც ახალი შანსები პერსპექტივები იხსნება თქვენთვის რომ რაღაც სრულიად ახალ გზაზე გადახვიდეთ რაღაც ძველი პროგრამები ძველი ნეგატივი ის რაც ხელს გიშლიდათ ადრე განვითარებაში და წინსვლაში დატოვოთ აქ მოდის აუცილებლად დახმარება მეგობრებო მეორე 6-იანი ხო პენტაკლების 6-იანი ხმლების 6-იანი და უფროსი არკანი შეყვარებულები ამოვიდა 6-6-6. ნუ შეგეშინდებათ ეს არ არის რეალურად ეშმაკის რიცხვი. მესმის რომ ბევრს ეშინია, მაგრამ რეალურად 6-იანი არის მატერიალური ცვლილებების, მატერიალური ასპექტების შენარჩუნების რიცხვი. კიდევ რა გელოდებათ? კვერთხების 4-იანი. მეტი სტაბილურობა, მეტი სიმყარე, სხვათა შორის აქ თქვენ დაინახავთ აუცილებლად რაღაც სრულიად ახალ პერსპექტივებს, სრულიად ახალ შანსებს, თქვენს მიზნებს დაინახავთ იმას რომ თქვენი მიზნები ბევრად უფრო ახლოს არის თქვენთან ვიდრე გეგონათ ხო მაგალითად თუ თქვენ ფიქრობდით რომ რაღაც არის თქვენთვის შეუძლებელი ან მიუწვდომელი ან ფიქრობდით რომ რაღაც კონკრეტული მდგომარეობიდან ვერ გამოხვიდოდით აქ სამყარო გეტყვით დაგანახეთ ნუ რას უკაცრავად აჰა შენ ადამიანები რომლებიც გვერდში დაგიდგებიან და აჰა შენ დაინახე შორიდან მაინც შენი მიზანიო ხვდებით ხომ რასაც გულისხმობ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი აბა თქვენთან რა მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. უფროსი არკანები მეორე ვარიანტთანაც უფროსი არკანი ამოვიდა. ამჟამად უფროსი არკანი იმპერატორი ქალი. შეყვარებულები და იმპერატორი ქალი. მეგობრებო რა ხდება? რა თაყვანის მცემლების სეზონი არის? გაზაფხული უკვე სრულდება. კარგით, ხუმრობ მეგობრებო, ნუ პირველ რიგში ქალბატონებო თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ აქ თქვენი ყოველი ქმედება იქნება ნაყოფიერი, აბსოლუტურად ყოველი თქვენი ქმედება რაღაცას სწავლობთ, ეს სწავლა იქნება ნაყოფიერი, მუშაობთ, მუშაობა იქნება ნაყოფიერი, რაღაცაში დებთ ენერგიას, სიყვარულს, ეს იქნება ნაყოფიერი. აქ მოდის მეტი ჰარმონიზაცია. აქ მოდის მეტი ჰარმონიზაცია, მეგობრებო, უცაბედად გავჩვენდი, იმიტომ რომ რაღაც ვიბრაცია ვიგრძენი.
კარგით, რა ელოდება მეორე ვარიანტს მაისის ბოლომდე თასების ცხრიანი. ემოციური დაკმაყოფილება, მეგობრებო, ემოციური დაკმაყოფილება რაღაც ისეთ სფეროში, რომელშიც უკვე არაერთხელ გქონდა ძალიან დიდი და მწარე იმედგაცრუება. აქ მოდის რაღაც გარკვეული ახალი ცოდნები, ახალი ინფორმაციები, ძველ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გულს გტკენდათ, რაღაც მტკივნეულის გააზრებაც შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ მოდის თქვენი ძველი ტკივილის, ასეთი სულის ალქიმია მოდის, სადაც თქვენი ძველი ტკივილი გარდაიქმნება თქვენს ყველაზე დიდ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძალად. ემოციური დაკმაყოფილება, ბევრი ემოციები, ბევრი ნაყოფიერება, ბევრი ყურადღება ადამიანებისგან, სილამაზე, გარეგნობა, ვიზუალური ცვლილებები, ვისაც გინდოდათ აუცილებლად ჩაატარეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვარსკვლავი, ვიზუალური ცვლილებები, მეგობრებო, გინდოდათ, არ ვიცი, წონაში მომატება, ან პირიქით დაკლება, არ ვიცი, ახალი კაბის ტანსაცმლის შავლის შეძენა, მე რა ვიცი, ნებისმიერი რაღაც, რაც გინდოდათ, რომ შეგეცვალა თქვენს ვიზუალში, აუცილებლად გააკეთეთ. რაღაც ისეთი გიახლოვდებათ თქვენს, რაც აქამდე მიუწვდომელი გეგონათ. მეორე ვარიანტი, თქვენს შემთხვევაშიც მსგავსი ინფორმაცია არის, მაგრამ თქვენს შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად იკითხება, იმიტომ რომ რაღაც ისეთი არის, რაც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ წავიკითხო. რაღაცეები ჯერ არ უნდა იცოდეთ, რაც აიშენება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ალბათ ხმაზეც არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ მომეჩვენა უცებ, რომ ხმა შემეცვალასავით, პენტაკლების 10-იანი. მეგობრებო, არ მინდა რომ რაღაცეები გითხრათ. ცუდი არ არის არაფერი, მაგრამ სუნთქვა მიჭირს, საუბარი მიჭირს და კონცენტრაცია გამიჭირდა ასე. აი ასე უცაბედად. რისი თქმა შემიძლია მაშინ თქვენთვის ის მიჩვენე, აბა? რაღაც მომენტში შეიძლება თავს მარტოსულად გრძნობდეთ თავს დაკარგულად. აქ მე გირჩევდით, აი რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ მე გავაკეთე ასეთი თვითთერაპია, 24 საათი გავატარე სოციალური ქსელების გარეშე და შეძლების დაგვარად ტელეფონის გარეშე ვიყავი. ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები გავაფრთხილე, არ გამოვიყენებ მეთქი სოციალურ ქსელებს 24 საათი, რომ არ ენერვიულად და არ ვიყენებდი და ეს დღე იყო ერთდროულად მძიმე და ამავდროულად საკმაოდ სასიამოვნო, იმიტომ რომ ჩემ თავთან გავატარე, გარკვეული შფოთვები ამოვიდა ზედაპირზე, კი არ გავურბოდი ტკივილს, არამედ ჩავიხედე ჩემს ტკივილში და თქვენთანაც ზუსტად იგივე მესიჯი არის, რომ რაღაც მსგავსი გააკეთოთ, ასეთი 24 საათით სოციალური ქსელების გარეშე ცადეთ ყოფნა, იმისათვის, რომ განაახლოთ თქვენი ენერგეტიკა, თქვენი ინფორმაციები უფრო სწორად გაფილტროთ, კი სადღაც იქნება აქ შფოთვები, სადღაც იქნება აქ შიშები, თავდაუჯერებლობა, გააფრთხილეთ ახლობლები და 24 საათით უბრალოდ სოციალური ქსელებისგან უარი თქვით. შეგიძლიათ კომუნიკაციებისგანაც უარი თქვათ 24 საათით, მაგრამ გააფრთხილეთ ახლობლები. იმიტომ რომ თქვენ ასეთი სახის პატარა ინფორმაციული წმენდა გჭირდებათ. დანარჩენის კუთხით აქ ძალიან ისეთი საკმაოდ დადებითი პროცესები შემოდის თქვენს რეალობაში, მაგრამ მიშლიან, მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ მიშლიან მათ დასახელებას. უბრალოდ მთავარი ნიშანი ძალიან კარგი ცვლილებები გელოდებათ წინ და მოულოდნელი. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ბედნიერი ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.